აი თვით დიაგნოსტიკა, ხო? ეს არის ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა. გამოწვევა ძალიან დიდი. გამოწვევა ალბათ ინტერნეტის ეპოქაში. თანამედროვეობის ძალიან სერიოზული გამოწვევა, მივესალმები პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს, თუმცა ფიქრობ ესეთი ზედმეტი დრამატიზაციაც ალბათ ფიქრობ საჭირო არ არის და სწორი არ არის. ჩვენ ჯობია ვისაუბროთ დეტალურად, ანუ რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს ამ ინფორმაციული ხელმისაწვდომის გამო რაღაც ჩვენს მიერ, რაღაც ჩვენს დაავადებას და ჩვენ ჯანმრთელობის პრობლემაზე ინფორმაციის მოძიებას. ანუ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ არაფერი არ უნდა მოვიძიოთ და ყველაფერზე ყოველთვის ექიმთან უნდა მივიდეთ, ალბათ ეს არასწორია. იმიტომ რომ ძალიან ხშირად სწორად ინფორმაციის მიღება ადამიანს უადვილებს გზას პირიქით იმისათვის, რომ რაღაც სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და ხშირ შემთხვევაში სწორ სპეციალისტს მიმართოს. უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ რა დოზით შეიძლება ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღოთ და რამდენად შეიძლება დავეყვნოთ და ან სრულად ავიღებთ თუ არა საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისგებლობა, მაშინ როდესაც ჩვენ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ ექიმებიც კი დღეს მედიცინას ძალიან, ანუ ეს კი არის თქვა დარგი, მაგრამ იმდენად დიდ ინფორმაციას ფლობს ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობა, რომ ხო არის სპეციალობები, თქვა კარდიოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია და ასე შემდეგ, კიდე იქ ქვესპეციალობებია, იმიტომ რომ ადამიანის გონებას ამ ყველაფრის ერთიანად გაანალიზება და ამხელა ცოდნის მიღება ზოგადად ძალიან რთულია. ამიტომ თვითონ ექიმებიც კი ჩვენ თვითონ როდესაც სხვა სისტემის პრობლემა გვაქვს, მიმართავთ ხოლმე შესაბამის სპეციალისტს, იმიტომ რომ ეს ცოდნა სპეციალიზირებული ძალიან აუცილებელია, რომ პრობლემა სწორად შეფასდეს. ეხლა რაც შეეხება თვითონ მოძიებას ინფორმაციაში, ანუ ამის რამოდენიმე გზა არსებობს, ერთი ელემენტარულად ანუ მოძიება, ანუ პირდაპირ Google-ში დაწერა, ჩვენი სიმპტომების ჩამოწერა, არსებობს სპეციალური აპლიკაციები, სპეციალური საიტები, რომლებიც გარკვეულწილად გვეხმარება იმაში, რომ რაღაცა სწორი გზით წავიდეთ, მაგრამ ის ყველა ჩვენ თუ წავიკითხავთ, ანუ აი იგივე ამ აპლიკაციებს, ამ საიტებს, ყველგან წერია, რომ ეს არის რაღაცა ზედაპირული ინფორმაცია და არასდროს იქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რომელიმე პროგრამამ, ან რომელიმე საიტმა, რომელიმე აპლიკაციამ ჩვენს უფასოვან დიაგნოზს დაგვისვა. იქ ყოველთვის არის, რომ უცებოთ უნდა მიმართოთ ექიმს. კი, ყოველთვის წერია ხოლმე. ეს უბრალოდ პირველ ეტაპზე შეიძლება დაგვეხმაროს გარკვეულწილად იმაში, თუ საით რა მიმართულებით წავიდეთ, თუმცა შეიძლება დაგვაბნიოს კიდეც, ხო? დიახ, შეიძლება დაგვაბნიოს, ამიტომ ჯანდაცვის ორგანიზაციული ნაწილი ისეა აგებული, რომ ეგრეთ წოდებული ოჯახის ექიმი, ანუ ზოგადი პროფილის ექიმი, იმიტომ არსებობს, რომ ზუსტად მან მოახდინოს ზოგადი შეფასება ადამიანის მდგომარეობის და შესაბამისად მე ვიწრო სპეციალობით გადაამისამართოს. ამ ინფორმაციას, რომელსაც ადამიანი იძიებენ, ანუ არსებობს კიდე ბევრი წყარო, ესეც უნდა აღვნიშნოთ, ხო? ანუ რა სად ვეძებთ ამ ინფორმაციას? სანდო რომელია? დიახ, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია? ანუ ეს არის თქვა ეს ვიკიპედიის და რაღაც დონეზე არის რაღაცა სამეცნიერო საიტი, უფრო აკადემიური, მაგალითად არის ეს მეიოს კლინიკა შტატებში, რომელსაც ეს ინტერნეტ ინფორმირებულობა, ანუ ისეთ საიტია, რომელიც თითქმის ყველა დაავადებაზე აქვს საკმაოდ ესეთი კარგად სტრუქტურირებული, აკადემიურად ჩამოყალიბებული ინფორმაცია. აი ამაზე გამახსენდა დედაჩემს უკეთებდნენ აი ნაწლავების ოპერაციას და მაშინ აი ამ ოპერაციის დროს მახსოვს, რომ სერჩავდი ინგლისურად, ნუ ყველა ენაზე ვსერჩავდი, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა რაში იყო საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კვალიფიციური ექიმი იყო, რომელიც გვაწვდიდა ესე იგი დეტალურ ინფორმაციას შფოთის ნიადაგზე მაინც ერჩავდი და ინგლისურად რაღაცა სამეცნიეროს გვერდი ვნახე, რომელიღაც კლინიკის, სადაც იყო ესე იგი სიმპტომები, აი დეტალურად იყო ყველაფერი გაწერილი. აბსოლუტურად დეტალურად და ძალიან ემთხოვდა იმ ყველაფერს, რასაც ექიმი ჩვენ გვეუბნებოდა რა. შესაბამისად ჩავთვალე სანდო და დღესაც რაღაცებში ვიყენებ ხოლმე ამ ვებ გვერდს. იმდენად რამდენადაც
უკვე მაქვს გამოცდილება. ალბათ ვეუბნებოდის სახელი ხო? იმაში მაქვს ნოუთებში მაქვს და ნახულობ ხოლმე მე რაღაცა რომ ჭირდება. არის კიდე ესეთი ალტერნატიული, მიმართულება, სადაც ყარებს ვეძებთ, ალბათ ეს არის ყველაზე მეტხარვეს და მეტ პრობლემური სადაც არის, ეს არის ეგრეთ წოდებული ფორუმები, სივრცეები, სადაც ადამიანები Facebook ჯგუფებით. დიახ, და Facebook ჯგუფებით სადაც ხდება კონკრეტული სიმპტომების, დაავადებების, კურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა, საკუთარი მაგალითების გაზიარება და ალბათ ყველაზე მეტი საფრთხეს, რაც შეიძლება მოხდეს და შეცდომა დაუშვათ ადამიანმა, არის ზუსტად ამ წყაროზე დაყრდნობა, იმიტომ რომ შეიძლება დღეს არსებული ჩვენ ვიცით ხელოვნური ინტელექტი როგორ არის განვითარებული, რამხელა შესაძლებლობები აქვს კომპიუტერულ ან ციფრულ ტექნოლოგიებს, მაგრამ ასეთი განვითარების შემთხვევაშიც კი არსად ის რომ მტკიცებით ფორმაში დაეყრდნოს თუნდაც ხელოვნური ინტელექტის დიაგნოზის დასმაში არცაც სოფლიოში არ ხდება, იმიტომ რომ ერთია რომ გახვიდე დაავადებაზე და რაღაცა ნოზოლოგიურად თქვათ შეაფასო და დიაგნოზი დასვა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანის დაგეგმა, მისი განკურნების და მკურნალობის დაგეგმა სწორად, რადგან მე ერთობა უამრავი ფაქტორები და ამ შემთხვევაში ჩვენ თუ ფსიქიკაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში მაგალითად ჩვენი ცხოვრებისეული რეალობა, ხასიათობრივი მაჩვენებლები, ხო ისეა? ერთია დაავადება, მაგრამ მეორეა ჩვენი ხასიათობრივი თავისებურებები და ამ ხასიათობრივი თავისებურებების და დაავადების სხვადასხვა და უამრავი და შეიძლება ითქვეს მილიარდობით და ასობით მილიარდობით კომბინაცია იძლევა აბსოლუტურად სხვა ტაქტიკას და მკურნალობის განსაზღვრა აგრძნელია. არა და მეორე კიდე მკურნალობა არის საზღვრება ესე რომ იგი ეგიმება დაწყებიდან დამთავრებამდე ექიმს ყოველთვის, როდესაც დიაგნოზდა თუნდაც ამ პარამეტრებს შეაფასებს, რომ უკვე ყველაფერი წინასწარიც ის და პირობითად მთელი 6 თვეს ერთ წელიწადს თუ ასე შემდეგ წინასწარ გეგმავს. ეს დაგეგმა ხდება სტრატეგიულ დონეზე, მაგრამ თვითონ მკურნალობის პროცესი არის დინამიური პროცესი, ეს არის ცვალებადი პროცესი, იმიტომ რომ აქაც დაავადება როგორ დაექვემდებარება მკურნალობას, სწავლები როგორ მოახდენენ რეაგირებას თუნდაც სამკურნალო მოქმედების შედეგის ან გვერდითი ეფექტების ხრივ, ეს არის სხვადასხვა ეტაპზე დროში ცვალებადი მოვლენა და ამას სჭირდება უკვე დინამიური კონტროლი და შესაძლებელია მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე ტაქტიკამ და სტრატეგიამ რადიკალური ცვლილებაც განიცადოს. ამიტომ თუ ჩვენ მარტო დიაგნოზი არ მომიჯნავე დაავადებასაც ჰქონდეს ხო ბევრი რამე ახლა უკვე გადავალთ ჩვენ ხასიათზეების საუბრად მომიჯნავე დაავადებებზე და ეს მომიჯნავე დაავადებები და არის ეგრეთ წოდებული ორმაგი დიაგნოზები და სამმაგი დიაგნოზები ხო პირველი არის კონკრეტული სიმპტომის დიფერენცირება ეს ფენომენი, ეს მოვლენა, მაგალითად ავიღოთ დეპრესია, ხო? ეს ყოველთვის შედარებით ადვილად გასაგები ჩვენმა მაყურებელმა კარგად გაიგოს, ხო? დეპრესია შეიძლება არსებობდეს ძალიან ბევრი დაავადების ფარგლებში. ერთი როგორც დეპრესია, კლასიკური, როგორც ეგრეთ წოდებული დიდი დეპრესიული ეპიზოდი, მაგრამ შესაძლებელია ეს არსებობდეს მაგალითად ბიპოლარული აშლილობის ფარგლებში. შეიძლება არსებობდეს დისთიმია, ეს არის ქრონიკული დროში გაწეული უწყვეტად მიმდინარე დეპრესია, ან შეიძლება დეპრესიული ეპიზოდი მაგალითად ახასიათებდეს კონკრეტულ დაავადებას. წავე ფსიქოზის შემდგომ, წავე ფსიქოზი რო იხსნება ძალიან ხშირად, მას ხშირად მოყვება ხოლმე ეგრეთ წოდებული პოსტფსიქოზური დეპრესია, ან არსებობს დეპრესიის ცალკე ფორმა, როგორც არის პოსტპარტუმ დეპრესია, რომელიც არის შობიარობის შემდგომი და ამ შემთხვევაში უკვე ტაქტიკა და მართვა სრულიად განსხვავებულია და აქ უკვე ზუსტი დიაგნოსტიკა არის საუცილებელი. იმიტომ შეიძლება რაღაცა მედიკამენტი მაგალითად მე რაღაც ერთი ფორმის დეპრესია მაქვს და ეს რაღაც კონკრეტული წამალი მშველის და ბექას რო ურჩიო, ამას არ იმუშაოს. პირიქით შედეგი გამოიღოს პირიქით. შენ რომ მკურნალობაზე არ გადავიდე და ისევ დავბრუნე დიაგნოსტიკის ნაწილზე, მარტო დიაგნოზის შემთხვევა, ჩვენ შეიძლება ონლაინ მოვიძიოთ და რაღაცნაირად იქ კლინიკური კითხვარი იყოს და სხვა შორის ძალიან მარტივია ეს კითხვარი იგივე დეპრესიის შემთხვევაში შევავსოთ რა მან შეიძლება გვიჩვენოს გარკვეული ტენდენცია. ამან ანახოს რომ ჩვენ რო ეჭვი ქონდა რომ კი გუნებგანწყობა დაქვეითებული მაქვს, მაგრამ ეს დაქვეითება რამდენად არის კლინიკურ კონტექსტში ჯდება, შეიძლება გავაკეთოთ ეს კითხვარი, მაგრამ ეს კითხვის გაკეთება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ
დავსვათ და საკუთარ თავს დავსვათ დეპრესიის დიაგნოზს. ყველა დეპრესიასთან კლინიკური არ არის? რა თქმა უნდა, ან სხვადასხვა ნოზოლოგიას მიბმულია. ხო, ახლა როდესაც ჩვენ საუბრობთ დიდ დეპრესიულ ეპიზოდზე, ან ბიპოლარული შემადგენლობაში დეპრესიულ ეპიზოდზე, ამ შემთხვევაში შეიძლება მკურნალობა რადიკალურად განსხვავებული იყოს. სრულიად და ამ არასწორმა მკურნალობამ მაგალითად სერიოზული ზიანიც მოგაყვანოს. ამიტომ აი მაგალითები, რომელიც ახლა ფორუმებზე თქვით, სადაც ეს განხილვა ხდება, ანუ იქ ხო ჯერ ერთი ინფორმაცია აბსოლუტურად გადაუმოწმებელია, მეორე იმიტომ კი არა რომ ვიღაცა განზრახი კითხულება ან არასწორი ინფორმაციას გაწოდეს. უბრალოდ შეიძლება ადამიანს თვითონ არ ჰქონდეს სწორი ინფორმაცია თავის დაავადებაზე და იქ უზიარებდეს ვიღაცას რომ მაგალითად აი ამ პრობლემის შემთხვევაში მან კონკრეტულად აი ამ ღონისძიებამ ან ამ წამალმა ან ამ მეთოდმა უშვალა. და არის შემთხვევები, როდესაც მე გამახსენდა აი ფორუმებზე და სოციალურ ქსელებშიც წამალს არ დავასახელებ, აი აგრესიული მარკეტინგი ხდებოდა ამ წამლის. რა თვითონ დამფუძნებლის გაირკვა მე რომ ეს იყო დამფუძნებელი რომელსაც ჰქონდა სხვადასხვა პროფაილები გაკეთებული fake account-ები და ამით არეკლამებდა თავის წამალს რომელიც მე საბოლოო ჯამში გაირკვა რომ კი არ მოგარჩენს ანუ პირიქით გნებს ან დამოკიდებულს ხდის ალბათ ხო? დამოკიდებულს არა კანის მოვლის იმაზე იყო. დარწმუნებული ვარ თქვენ შეხვედრა და ხო აი მის თქმა მინდოდა საბოლოო ჯამში რომ ბევრნაირ იმას ვაწყდებით რა გამოწვევას ამ თვალსაზრისით. ბექა ძალიან უსტრეს მოვლენას უნდა ხომ ერთ ფორმატში ყველა თემა ჩავატიო და ალბათ ჩვენი ძალიან კარგი რუბრიკის ფარგლებში მე მედიკამენტებზე ალბათ არაერთ გადაცემას მიუძღვნით და კიდევ უფრო დეტალურად ასე ვთქვათ გავშილთ ამ თემას. ეხლა რაც შეეხება იგივე ისევ დიაგნოსტიკურ საკითხს და ეს თვითმოძიებას და თვითდიაგნოსტიკას რო დაუბრუნდეთ აქ მე მინდა საზოგადოებას მივაწოდე ეს ინფორმაცია რომ წეგან ხო საუბრობდით რომ ერთი ფენომენი, ერთი სიმპტომი შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა დაავადების ფარგლებში. ასევე შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს ორი სხვადასხვა დაავადება და ერთზე სრულიად სწორად შეაფასოს ეს დიაგნოზი გარკვეულწილად, მაგრამ მეორე დაავადება დარჩეს ყურადღების მიღება. რაც საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი რა არის, ხო? ანუ ჯანმრთელობას როცა ეხება ის რომ ადამიანმა კვლავ აღიდგინოს და შეძლოს სრულფასოვნად, ანუ სტაბილურად, ანუ თან ცხოვრება და ამ შემთხვევაში ანუ ფსიქიკა იყოს სტაბილური. ამიტომ თუ აქვს ორი პრობლემა ერთდროულად ერთი პრობლემაზე თუნდაც იდეალური და სწორი მკურნალობა, მეორე პრობლემა საბოლოო ჯამში მივადექით კომპლექსურობის პრობლემას. მივადექით ასევე ეს ორი დიაგნოზი არ ნიშნავს იმას, რომ ორივე შეიძლება იყოს მარტო ფსიქიკასთან მიმართებაში, ხო ესე? ანუ არსებობს ძალიან ბევრი თანხლები და ერთდროული დაავადებები, სომატურ სფეროსთან, ანუ ფიზიკურ დაავადებებთან დაკავშირებით. და ხშირ შემთხვევაში ძალიან გადაჯაჭვულია კონკრეტული ფსიქიკური პრობლემა, კონკრეტულ სომატურ ან ფიზიკურ დაავადებასთან, რაც უკვე საჭიროებს არა მარტო ზუსტ დიაგნოსტიკას, არამედ საჭიროებს უკვე მულტიპროფილურ მიდგომას. ანუ ამ შემთხვევაში ორი ან სამი სპეციალისტი შეიძლება იყოს ჩართული და მაგალითად ამის მაგალითია ნერვული ანორექსია, როდესაც ფსიქიატრი, თქვათ ენდოკრინოლოგი და გასტროენტეროლოგი თუ არა კიდე სხვა სპეციალობები ყოველთვის ეს სამი მინიმუმ აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში. ბატონო გოგა, ზუსტად მაგნეტელზე აქ ჩვენ ხო საუბრობთ ახლა რომ შეიძლება რაღაც დაავადება იყოს და თვითდიაგნოსტიკას მიუმართავდეთ, ხო? აი გავრცელებულია ესეც და დარწმუნებული ვარ რომ არ ვიცი ყოველ მესამე ადამიანს უფრო ხშირად თუ არა აქვს ეს მეც მქონია მაგალითად რომ არა თვითდიაგნოსტიკა ჩაუტარე საკუთარ თავს, გადავწყვიტე რომ რაღაცა მჭირს და დავიწყე მკურნალობამდეც არ მივალ. ეგეც გავაკეთე, მაგრამ და ამ დროს საერთოდ არაფერი პრობლემა არ მქონდა. ანუ ნევროზული ამბავი იყო, რაღაც საკუთარ თავს რო აჯერებ, რო გჭირს, ანუ გამოვლინებებიც არის, მაგრამ კლინიკაში მისვლის მერე და ბევრი ეხოსკოპის და ასე შემდეგ და ყველა მიმართულებით და თქვენ არიცით და აი ეს ექიმებთან რო თქვენ ეთყობა ვერ ხედავთ და სხვაგან წავალთ როც, ნუ არაფერი არ მჭირდა და ესე ძალიან ბევრი ადამიანია, იმიტომ რომ მე ჩემი მეგობრებისგანაც გამიგია, გადაწყვეტენ რომ აქვთ რაღაც, მაგრამ აღმოჩნდება რომ მხოლოდ ნერვული სისტემიდან გამომდინარე. ამას თავის სახელი ქვია
ეს უკვე თავისთავად არის ანუ ფსიქის ანუ ეს ფენომენი, რომელსაც ქვია იპოქონდრია, ანუ დაავადებების შიში. და ეს ალბათ ადამიანების ის კატეგორია, ეს არის დაავადების აკვიატებული შიში. რომელიც ყველაზე ხშირად უბიძგებს ხოლმე ადამიანებს, რომ მუდმივ ძიებაში იყვნენ. ზოგჯერ ერთი დაავადების და ძალიან ხანგრძლივად და ზოგჯერ სხვადასხვა დაავადებების იცვლებოდეს, თქვა, ჯერ იყოს ერთი დაავადების აკვიატებული შიში, მეორე, მესამე და აი აქ მუშაობს ხოლმე ეს ფენომენი, რომ ხშირად ანუ თვითონ კურნალობამდეც არ მიდიან, იმიტომ რომ ჯერ ეს დიაგნოზი არ აქვთ, ან თუ აქვთ, ანუ ექიმის მიმართ პიროვნულობა კი არ არის, ანუ აი აქ უნდა კიდე სწორად შევაფასოთ. განა იმიტომ რომ ექიმს არ ენდობიან, უბრალოდ თვითონ ფსიქიკის ისეთი დარღვევა, რომელიც უბიძგებს ადამიანს, რომ აი რო ტყვის რომ ექიმი ანუ აი რაღაც კონკრეტული დაავადება არ გაქვს და ჩაუტარებს შესაბამის გამოკვლევებს, ანუ მისი ფსიქიკა მუშაობს ისე, რომ კიდე მუდმივ ძიებაშია და იქნებ კიდე რაღაც იპოქონდრია მეც მაწუხებდა ეს ამბავი და იპოქონდრია ვეცადე რომ ეს სისტემა მეკცია სიძლიერეთ და რას გულისხმობ რომ თუ სერჩავდი ხოლმე რაღაცებს რომ აი სხვა მჭის არ სხვა მჭის ეხლა მივდივარ კლინიკაში და 3 თვეში ერთხელ რაღაცას ვიკეთებ მეც ლიანად კომპლექსურ იმას რა ქვია დიაგნოსტიკას ვიტარებ რა 6 თვეში ერთხელ დავდივარ სულ იმიტომ რომ აი ეგ შიშები აღარ დამეწყოს რომ კიდე რაღაცა ანუ ეს იპოქონდრია რაღაცაში გამოვიყენე რა სასიკეთო საბოლოო ჯამში ხო ანუ ესეთი ჰიგიენური ან წინასწარ ესეთი კვლევები ზოგადად ძალიან სწორია და ცივილურ სამყაროში ეს არის ყველაზე ოპტიმალური და სწორი გზა დაავადებების პრევენციის კუთხით, მაგრამ აი ამ კვლევებსაც ჭირდება ანუ სწორი არჩევა და ესე არ არის. ყველა ხო, უბრალოდ აი ოჯახის ექიმი თქვენ თქვით, ზუსტად ეგ არის. ჩვენ ახლა მე მაგალითად ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მართლა 6 თვეში ერთხელ სულ ყველაფერს არ ვიკეთებ, მაგრამ რომ მივდივარ და რა მჭირდება იმ პერიოდში. რომ არის კვლევები, ლაბორატორიული კვლევები, თუ აქ ლაბორატორიებზე რომელსაც ჭირდება 6 თვეში ერთხელ, ზოგს ჭირდება 1 წელიწადში, ზოგს ჭირდება 2 წელიწადში ერთხელ და იქ სადაც ჩვენ გვაქვს რაღაცა გარკვეული, თუნდაც გენეტიკური ბიდრეკილეები, შეიძლება ეს უფრო პრიორიტეტული იყოს შენ შემთხვევაში, ვიდრე სხვა ადამიანის. ამიტომ მინდა გითხრა ბექა რომ ამასაც ჭირდება დაგეგმა. მაგრამ თავარი რაც არის და თავარი ანუ ესეთი ძირითადი მესიჯი რაც მინდა მივაწოდო მე საზოგადოებას არის ის რომ აი შეფასება იმის რომ ერთმნიშვნელოვნად არის ინტერნეტში მოძიება არის ნეგატიური ფენომენი არ არის ესე უბრალოდ თუ დავიცვათ გარკვეული ზომიერების ხვარი და რაღაცა მოვიძიოთ ინფორმაცია თუმცა დროულად თუ დამივიღოთ გადაწყვეტილება რომ რაღაცა ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში უფრო სპეციალისტთან გავიაროთ კონსულტაცია ეს ალბათ არის ყველაზე ოპტიმალური აქ იცი რა ხა მე და ბექა საუბრობდით რომ 6 თვეში ერთხელ რაღაცა და ბექა აგერ 3 თვეში ერთხელ გამოკვლევებს ვიკეთებთ ექიმთან ვიზიტიც მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ და ჩვენ ქვეყანაში ზოგადად ცოტა რთულია და ყველა ადამიანისთვის მაგალითად მსგავსი პერიოდულობით და სიხშირით ჩაიტაროს ეს ფინანსური სახე. იმიტომ რომ ჩვენ კარგი რაღაცნაირად აი ხა მაგალითად კერძო დაზღვევით ვსარგებლობთ ორივე და ამიტომ არის რომ ვთქვათ უფრო მარტივად გამოგვდის ფინანსური თვალსაზრისით ის რომ აი ესეთი გამოკვლევები ჩავიტაროთ. მაგრამ ამ მიმართულებითაც მგონია რომ უჭირთ ადამიანებს და შესაბამისად რთულია მათთვის და ამიტომ იმართავენ უფრო ხშირად და ამიტომ გავცელდა ანუ ინტერნეტის საუკუნეა გასაგებია მაგრამ ურჩევდეთ რომ რაღაცნაირად თვითდიაგნოსტიკას მიმართონ იმიტომ რომ სხვა გამოსავალი თითქოს არ აქვთ. ორმაგი პრობლემას ვაწყდებით ჩვენს რეალობაში ამ საზოგადოებაში ერთი ის რომ არ არსებობს ამის კულტურა. ხო გეგმიური მის დიაგნოსტიკის შემოწმების სანამ ბოლო რაღაცა იგებდა მეორე არის ფინანსური სახსრები ხო იმიტომ რომ ჩაიტარო ესეთი კომპლექსური გამოკვლევა არ არის ესეთი ისა მარტივად ხელმისაწვდომი თუმცა რა თქმა უნდა სოციალური ასპექტი აქ გასათვალისწინებელია და ალბათ ზოგიერთ შემთხვევაში გადამწყვეტიც არის მაგრამ თუმცა მე არ ვთვლი რომ ეს არის ანუ ყველაზე დიდი პროცენტი იმის მაინც აქ როდესაც ადამიანი ასე თქვა აი ამ კომპონენტს
ვერ გეგმავს სწორად. ანუ ძირითადად არის მაინც ზოგიერთ შემთხვევაში ექიმთან მისვლის შიში გოგშეთხოვაში აი ეს გარკვეულად აკვიატებული მიდრეკილება რომ მუდმივად ძიებაში ვიყო და თვით გამორკვევის პროცესში ვიყო, იმიტომ რომ რაღაცა რჩევა ჩემთვის აღძრავს კიდე ახალ ეჭვებს, კიდე ახალ ვარაუდებს რომ რაღაც სხვა დაავადება. და ამ ძიებას შეიძლება საერთოდ არაფერი არ გჭირდეს და დაგემართოს მართლა. ანუ იმდენად სტრესულია ეს, მე იმდენად მსტრესავდა ეს რა. მე ესე რომ ვიწყებდი ძიებას არ ჩერდებოდა რაღაც, აი 3 საათი შეიძლება მჯდარიყავი და რაღაც შენ მეკითხა და მე ამის გამოხშერო ხო, მე კონკრეტულზე ვიყავი ორიენტირებული, ამიტომ სხვაგან აღარ ვეძებდი. აი ეს მჭირს გადაწყვეტილი მქონდა და დავდიოდი უბრალოდ და ვენებდი რომ ხომ მჭირს და არაფერი, არა თქვენ არის ის წავიდეთ სხვასთან. აი ისეთ რაღაცებზე ვიწყებდი ხოლმე, აი თავის ტკივილზე ხა უკვე აღარ ვარ ეგრე, მაგრამ აი თავის ტკივილზე როგორ შეიძლება რომ რა შეიძლება ახასე თან მე გიგდებს ფართო სპექტრს დაავადებებისას რა რომ თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ამან და ერთი 100 დაავადება და მე უღრმავდები თითო დაავადებას მიდიხარ და არ სრულდება ეს არის დაუსრულებელი ციკლი. ნუ თავის ტკივილზე ორი სტყვით რო თქვა ეს არის ალბათ იმდენად ფართოდ გავრცელებული სიმპტომი რომ ფაქტურად მედიცინაში არ არსებობს დიაგნოზი რომელსაც შეიძლება თავის ზუსტად მაგას ვამბობ მაგიტომ ახსენე თავის ტკივილი ან ხველა რა თავის ტკივილს შეაცილე შენ კიდე რაღაცა აი ეს პროფილაქტიკური კვლევა ხა ფსიქიატრიაში როგორც წესი არ გამოიყენება, იმიტომ რომ ისე აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ მე ფსიქიატრთან ან ფსიქოლოგთან ვიარო, იმიტომ რომ 6 თვეში ერთხელ შევიმოწმა რამდენად სტაბილურად ვარ, ეს ანუ ჩვენ სპეციალობაზე არ ვრცელდება, არა, იმიტომ რომ პრინციპში დაავადებათა უმრავლესობის შემთხვევაში ადამიანი სუბიექტურად გრძნობს უკვე დისკომფორტს, როცა იწყება და აი ესეთი წინასწარი პროფილაქტიკური კვლევები რაღაცა დამალულ პრობლემას რაღაცა დიაგნოსტიკა რამდენად ეფექტურია, როდესაც საქმე შეეხება ფსიქიატრიას. ხო, ის თქვით, რომ თვითდიაგნოსტიკა ზოგადი ინფორმაცია რაღაცის ჩამოყალიბების გაცნობის ეტაპზე არის მნიშვნელოვანი, მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ, რომ შფოთვა გარკვეული დოზით გვაქვს მომატებული, ანუ გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ შფოთვას გძნობთ, თქვათ ონლაინ რაღაცა კითხვის ესეთი მარტივი თუმცა სანდო კითხვის შევსებით შეიძლება გავიღოთ რომ თურმე დაგვიდასტუროს უბრალოდ რომ შფოთვა გაქვს მომატებული. აი ეს კარგი ნაწილი არის ამ დიაგნოსტიკის, იმიტომ რომ გააცნობიერო რაღაცა გჭირს და წახვიდე სპეციალისტთან. კითხვარი აქ რაც არის მნიშვნელოვანი. პრობლემა რო ამოიცნო, აი მაგალითად ფოთლაც არის უხალისობა, გესმით და რა არის ეს დაახლოებით ანუ ორივე ერთად არის თუ თქვა უპირატესად ჩემ შემთხვევაში წამყვანია უფრო გუნებგანწყობის დარღვევა თუ უფრო შფოთვა და ასე შემდეგ. ან მაგალითად ადამიანს აქვს იგივე აკვიატებული აზრები და ის ვერ ხვდება და უბრალოდ ამ ყველაფერს ანუ აკვიატებას ხო შფოთვაც ახალავს და მარტო შფოთვის სახით გამოვლინდება და შფოთვას იძიებს. აი იდენტიფიცირება პირველ ეტაპზე რომ რაღაცნაირად მოახდინო და ზოგადად ჩამოყალიბდა და შეაფასო ამ ეტაპისთვის ეს, მაგრამ თუ მიმართავთ ანუ შესაბამისად სანდო წყაროებს არის კარგი. მაგრამ უკვე რაღაც ეტაპზე უკვე ალბათ საჭიროა და ჩვენ თუ გავაკეთებთ რომ გვაწუხებს რაღაც სუბიექტურად ცხოვრების ხარისხზე გავლენას ახდენს ვნახეთ და ეს წყაროც გვიდასტურებს იმას რომ რაღაცა ტიპის ანუ ტენდენცია არის რაღაც პრობლემის მე უკვე ალბათ საჭიროა რომ სპეციალისტთან მივიდეთ რომ სრულად შეაფასოს და აქ არის კიდე აი რომ დაუბრუნდეთ იქ ორმა დიაგნოზებზე ვისაუბრეთ, ანუ სწორ დიაგნოსტირების და დიაგნოსტიკურ შეცდომებზე ვისაუბრეთ, ანუ თვით დიაგნოსტიკის ასო ხარვეზებს შორის კიდევ უნდა ვიგულისხმოთ და მინდა ესეთი ფენომენი გამოყვა, ეს არის, როდესაც ერთი პრობლემა წარმოქმნის მეორე პრობლემას და მე უკვე ჩდება გარკვეული მანკიერი წრე და ესეთი არის მაგალითად ჩვენ ავიღოთ ანუ გარკვეულ ნივთიერებებს დამოკიდებულება ან ჭარბად მოხმარება, როდესაც ადამიანი ხშირ შემთხვევაში მისი ფსიქიკური არასტაბილურობიდან გამომდინარე ამას შეიძლება უბიძგოს გარკვეული ნივთიერებების, ნარკოტიკების და ასე შემდეგ მოხმარება და მე თვითონ უკვე ამ ნივთიერებებზე არასწორად ჭარბად მოხმარებამ უკვე გააღრმავოს და შეცვალოს უკვე ჩვენი პირველადი ძირითადი ფსიქიკური დაავადებების მიმდინარეობა და აი აქ უკვე გამოყოფა იქ რომ
როგორ რა გავლენას ახდენს, რა პათომორფოზს იწვევს, ანუ რა ცვლილებას იწვევს ეს მეორადი დაავადება, პირველად დაავადებაში უკვე ძალიან რთულია და ამის გარკვევა სჭირდება საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია. თქვენ ახსენეთ, ესე იგი კითხვარი, მაინტერესებს თქვენს გამოცდილებაში თუ ყოფილა ისეთ შემთხვევა, როდესაც პაციენტისთვის გითქვამთ, რომ ეს კითხვარი შემივსეთ. დიახ. გამომიგზავნეთ და მე დაგისვამთ დიაგნოზი, უშუალო შეხვედრის გარეშე ვთქვათ. და რამდენად ეფექტურია ეს? არა, პრინციპში პაციენტი როცა მოდის პაციენტს ხვდები, რომელიც უკვე მოსულია კონსულტაციაზე სამამისად, ეხლა ონლაინ კონსულტაცია და გაგაბრუნებ, ანუ კითხვარი შეავსე, ეს რა და კითხვარი არა, თუ დაკავშირებიათ, ვთქვათ და ვერ ახერხებს მოსვლას და გითქვამთ, რომ მაშინ ეს კითხვარი შეავსე. არა, ძირითადად როცა გიკავშირდებიან უკვე იმისთვის პაციენტები, რომ ანუ უკვე გაცნობიერებული აქვს რაღაცა. მე მაინტერესებდა, რამდენად ეფექტურია ეს პრაქტიკა. შეავსე. ანუ იცით რა არის ეფექტურია, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოხდეს ანუ ეს ზოგადი შეფასება, რაღაც ტესტირება მოხდეს, მაგრამ ის ტესტიც უნდა იყოს, ანუ სწორ ინფორმაციას უნდა აწვდეს. აი მაგალითად ტესტს რო ავსებს სადღაც, ხო, იქ ხშირად არავინ არ მიაქცევს ყურადღებას ტესტის დაწყების წინ, ყოველთვის იქნება ნორმალურ აკადემიურ საიტზე შესავალი, სადაც გაძლევს განმარტებას, რომ ეს ტესტი არ გიცავს დიაგნოზს, მაგრამ ჩვენ ადამიანები ხშირად ამას არ ვკითხავთ. მე რატომ დავსვი ხა საბოლოო ჯამში რა იყო ჩემი მიზანი, როდესაც ეს კითხვა დავსვი. ჩვენს საზოგადოებაში ეს სფერო არის სტიგმატიზებული. ანუ ხშირად ადამიანებს ერიდებათ, ვთქვათ, ფსიქიატრთან მისვლა, უშუალო კონტაქტში შესვლა და ამდენად ვიფიქრე, რომ თუ ეს ფორმა არის, ვთქვათ, ეფექტური, შეიძლება ამით ჩანაცვლდეს, ხო, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ერიდებათ, ვერ იხსნებიან ეს რაღაცა, ხო? ან რაღაცას ხვდებიან, რომ პრობლემა აქვთ, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რომ შეიძლება ის პრობლემა ქონდეთ, რომლის გამოც უნდა მიხვიდე უკვე ფსიქიატრთან. კი ბატონო, ხო. და მე რაც მუშაობს, არის ეს რაღაცა ესე განსაკუთრებით, ანუ არის ალღები ხომე რაღაც დაავადებების ან ტრენდებთან დაკავშირებით, როცა აქტუალური ხდება ეს. რაღაცა დაავადება აქტუალური გახდება და მე ყოველას ჭირს, ხო? ჩემი ცენტრის და ჩემი პირადი პრაქტიკის საფუძველზე მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში, ანუ ძალიან ხშირად ესეთი ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფები მოდიან ხომე, როდესაც აქცენტი უკვე წინასწარავთ გაკეთებული გარკვეულდა. ეს არის ბიპოლარული აშლილობა, ანუ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის, ანუ ADHD, ანუ რაღაცა ესეთი აუტისტური სპექტრის აშლილობები, გესმით, ანუ მოსაზღვრე პერსონალოგიური აშლილობა, ანუ ეგრეთ წოდებული borderline ორივე ენაზე ვამბობ, რომ ყველა თან ისეთი დაავადებებია, რომელიც შეიძლება რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდეს თან. არაფერი დიდად უცნაური ამ დაავადებებში არ არის ჩემი აზრით, არა? ანუ რეალურად ჩვენ ხო სტიგმის გამო საუბრობდით, რომ სტიგმამ შეიძლება ხელი შეუშალოს, ანუ იდენტიფიცირებას პრობლემის, ანუ რომ პირიქით დავსვათ სწორი დიაგნოზი და საერთოდ გავიგოთ გვას თუ არა, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ამ დროს პრობლემა საერთოდ ჩაიმალოს და ვერ მიხვდეს და ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ უკვე ჰიპერდიაგნოსტიკაზე, როდესაც ანუ გადამეტებულად ხდება დიაგნოზის დასმა და ეს 4 დაავადება, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე, არის ყველაზე აქტუალური, ხო? მიეკუთვნება იმ შემთხვევებს, როდესაც პირიქით უფრო ხშირად ამ შემთხვევაში ხდება ანუ ჭარბი დიაგნოსტიკა, ანუ არ აქვს ადამიანს ბიპოლარული აშლილობა, მაგრამ მოდის იმის, რომ მე ბიპოლარი მაქვს. ხო და სტიგმატიზებულია ხო ვამბობთ, კი, ნამდვილად არის მართლა, იმიტომ რომ ხა ბოლო პერიოდში ცოტა კიდე რაღაცა წინსვლები გვაქვს, მაგრამ არის მეორე რაღაცა ნაწილი, აი ბოლო პერიოდში, რომ აი ესე ვიტყვი, მოდი პირდაპირ რაღაც აი პონტია, რაღაცა ეგეთი რო გჭირს. მე ვერ დაგეთახმები ხა მაგრამ არა მე კი აი შენ არიცი აი ინსტაგრამის მომხმარებელი არ ხარ იმიტომ რომ ერთმა ცნობილმა ადამიანმა პირობითად ვამბობ წამოჭრა რაღაცა თემა ხო რომელიც მისი პრობლემა შეიძლება მართლა იყო და ასე შემდეგ და ამაზე საჯაროდ ისაუბრა და მგონია რომ კარგია იმიტომ რომ ამით სხვა ადამიანებს სტიმული მისცა რომ ეს არ არის პრობლემა და თუ რაღაცა გაწუხებთ კარგია რომ იმკურნალოთ და ეს არ არის რაღაცა ეს
მაგრამ მე ეს რაღაცა საზოგადოების რაღაცა ნაწილი, იმიტომ რომ იმან თქვა, აი როგორი კარგი ტიპია, ყველასთვის ნაცნობი, ამაზე ისაუბრა რაღაცა, თითქოს აი არ ვიცი, შეიძლება არასწორად ხსი, მაგრამ მე შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე გარკვეულ შემთხვევაში. აი ბიპოლარულის შემთხვევაში მე მგონია რა აბანებს შეიძლება არ ჭირდეს ადამიანს და ნახე როგორ შემთხვევაში ხასიათის აი მუდსვინგები, ხო? ხასიათის მუდმივი ცვლილება შეიძლება აფიქრებინებთ ამ ადამიანებს, რომ მეც ხო არ ვარ, ხო არ მაქვს ეს დაავადება, ხო და ამიტომ დარწმუნებით შეიძლება მივიდნენ ფსიქიატრთან და უთხრან, რომ მე ეს მჭირს და შეიძლება მე კვლევის შედეგად დადასტურდეს დიაგნოსტიკის შედეგად, რომ რეალურად არ სჭირს რა. იმდენად ისეთი დაავადებაა, რომ აი ყველას ცოტათი ყველაში არის თან, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს ხასიათი ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ გუგას ყოლია ეგეთი პაციენტები, არ ვიცი წესთ ზუსტად ახლა ვერ საზღვრავ საით უნდა იყვნენ ეგ პაციენტები, მაგრამ რომლებსაც აქვთ აი ეს აკვიატება კი არა რომ რამე ჭირთ, უნდათ რომ რამე ჭირდეთ. ნახე, აკვიატება კი არა, უნდათ რომ ჭირდეთ. არის ეგეთი. მიხვდით რას ამბობ? ანუ რეალურად ალბათ ეგეც აკვიატება, თუ რაღაცას სისტემატურად რეალობას მოწყვეტილად ვაკეთებ, ყველაფერი აკვიატება. უბრალოდ აი ბიპოლარზე საუბრობდი და მე მინდა აი ამ რამოდენიმე დაავადება ძალიან მოკლედ ჩვენი ფორმატის ფარგლებში შევეხო, ანუ ჰიპერდიაგნოსტიკა, მჭარბი დიაგნოსტიკა ძირითადად ეხება ხოლმე ამ 4 დიაგნოზს და მათ შორის ერთ-ერთი არის ბიპოლარი, ბიპოლარული აშლილობა ეს არის მართვადი დაავადება, მაგრამ ის არ არის, ასე ვთქვათ, იოლი დაავადება, ამიტომ თვით დიაგნოსტიკა რომ მე მაქვს ბიპოლარი, ამ დაავადებას აქვს ძალიან მკაცრი ჩარჩოები და იმ სხვა რო გისვამს მაგ დიაგნოზს შენ უითელი ბიპოლარი. თუ არ აკმაყოფილებს ასე ხელაღებით, ანუ ყველა გუნებგანწყობის ცვალებადობა ბუნებრივია, არ არის. არა, მართლაც საკმაოდ მცირე რაოდენობა. განკურნებთ თქვენ ახსენეთ მართვა, ხო? მართვა შესაძლებელია. რამდენად განკურნებადია საბოლოოდ? თან ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და აი თუ შემდეგისთვის შემოვინახოთ თემა დაიმახსოვრე. ბიპოლარული აშლილობა. იმიტომ რომ ეს განკურნება, სიტყვა მკურნალობა, მართვა, ალბათ ამაზეც ერთი გადაცემა უნდა გავაკეთოთ, სადაც აუხსნით და აი ამ სიტყვებსაც სწორად გამოვიყენებთ. კი, და მგონია რომ ეს თემა მოსანიშნე არის. ჩვენ მოვიწყდით ბიპოლარული აშლილობის ამბავი. ხო და იმდენი ტერმინია, იმდენი რამეა გასათვალისწინებელი, როდესაც ამაზე ვლაპარაკობთ, რომ ხო, ხა 5 წუთი არ გვეყოფა დიდი. არა, და დავაბნევთ თან და მე შეიძლება კიდევ ვიღაცა მაიკვიატოს, რომ მასას აქვს და შესაძლოა როგორც მე მაგალითად რო ვიკვიატებ ხოლმე. ეხლა რო რეკლამაზე უნდა ვკითხო და ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის და უნიშნულოვანესი, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ გუგა სიხარულიძისგან და ჩვენ მომავალ